სამი მნიშვნელოვანი საკითხი არის ევროკავშირში გაწევრიანება, რატომ მინდა მე. ერთი ეს არის მშვიდობა, იმიტომ რომ ერთადერთი გარანტია, რომ ჩვენაირი პატარა ქვეყანა მშვიდობით იყოს და დაცული იყოს, არის ევროპასთან ახლოს ყოფნა. მეორე არის სამართლიანი სასამართლო. და ის შეგრძნება, რომ სამართალს იპოვი აუცილებლად. და მესამე არის უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოებაში გულისხმობ პერსონალურსაც სიტყვის თავისუფლების გამოხატვის და ასევე აი ჯანდაცვის მიმართულებით ის რომ თუ შენი შვილი ავად გახდება არ მოგიწევს ფულის გროვება Facebook-ზე ან ფონდებისთვის მიმართვა რომ ეს რაღაცა საბაზისო უსაფრთხოება შენი ჯანმრთელობის თუ გამოხატვის ეს ყველაფერი იქნება დაცული. ბევრი წლის მანძილზე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ევროპასთან ინტეგრაციას და ევროპის მხარეს სვლას აქვს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარდაჭერა. ეს არის ის საკითხი, რაზეც ეჭვი არ შეპარვია საქართველოს მოქალაქეს ძალიან ბევრი წლის მანძილზე. და ეს არ დაწყებულა ახლა, ეს იყო 30 წლის წინაც, ასე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპა და ყველა ნაბიჯი მაქეთკენ მიდიოდა. 28 ნოემბერს, როდესაც გაჟღერდა ის, რომ ეს ევროპისკენ სვლა არის დაპაუზებული, შეჩერებული, ეს ბუნებრივმა ბრაზმა გაიღვიძა ყველა ჩვენგანში. ეს არის ქვეყნის ღალატი, ეს არის იმის ღალატი, რისკენაც ნაბიჯ ჩვენი მშობლებიც, იმათი მშობლების რისთვისაც ვიბრძოდით და რისკენაც მივდიოდით. და ზუსტად ეს ბრაზი არის და ეს ღალატი, რამაც უამრავი ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში ქვეყნის მასშტაბით. ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა რაიონში ერთადერთი რაღაცა, რაც იმდენად ძლიერი იყო და იმდენად ძლიერი მოტივაცია, რომ მართლა ისეთ ქალაქებშიც კი გამოვიდნენ ადამიანები საპროტესტოდ, სადაც იქამდე ეს პროტესტი არ არსებობდა. მე იმედი მაქვს, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენსაც გავიტანთ, იმედი მაქვს, რომ არ დარჩება ხალხის ხმა, ყურადღების მიღმა და მოვახერხებთ, რომ დავაბრუნოთ ეს ქვეყანა ევროპისკენ გზაზე. ამას გარედანაც ხედავენ ჩვენი მეგობრები და ჩვენი პარტნიორები, შიგნითაც ხედავთ ერთმანეთს, ძალიან ბევრნი ვართ და ბევრნი ვართ ერთაზე. დარწმუნებული ვარ, ანუ მარტო იმედი კი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და დავაბრუნოთ სწორ რელსებზე.